მოგესალმებით, ეს რეალპოლიტიკაა, მე აკაზარქუა ვარ და დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი ექსპერიმენტალური რუბრიკის მეორე ეპიზოდს, რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ მოგვიფიქრებია, თუმცა ახლოს მომავალში ამასაც გამოვასწორებთ ალბათ და დღეს ჩვენ იგივე შემადგენლობით მე და გიორგი ლოლაძე ვისაუბრებთ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე და ამ შეხვედრის შედეგად დამდგარ დათბობაზე მათ ურთიერთობებში და ზოგადად უფრო დიდ რეგიონულ კონტექსტზე, რაც ამ მოვლენებს თან ახლდა და რაც უძღოდა წინ და ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. მე აკაზარქუა და ჩვენი ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე. გიო, მოგესალმები კიდევ ერთხელ. მიხარია, რომ ეს ექსპერიმენტალური რუბრიკა გრძელდება და მოდი დავიწყოთ პირდაპირ საქმით და მაყურებელს ვუთხრათ, თუ რაზე ვისაუბრებთ დღეს. ანუ ცოტა ხნის წინ გასულ კვირას 9 ოქტომბერს შედგა ვლადიმერ პუტინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა. ეს მოხდა დუშანბეში დსთ-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სხდომაზე და ამ სხდომაზე ნახეთ ესეთი ბევრი იტყოდა რომ ისტორიული შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა პრაქტიკულად ბოდიში მოიხადა და აღიარა რუსეთის პასუხისგებლობა გასული წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფაში. ანუ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც ჩვენ ვიცით და ვინც ადევნებდით თვალს რეალპოლიტიკას და არა მხოლოდ რეალპოლიტიკას, არამედ ზოგადად ამ თემით დაინტერესებული იყავით, შეამჩნევდით დაძაბულობას ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს შორის, იყო თქვათ რაღაცა დაპატიმრებები ორივეგან, იყო რაღაც პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები ორგანიზაციის დახურვა და ასე შემდეგ და დღეს შევეცდებით ამ ყველაფერში გავერკვათ, თუმცა ამ ყველაფერში გასარკვევად საჭირო არის სწორედ აი ამ საწყის მომენტთან დაბრუნება, როდესაც იწყება რუსეთსა და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობების გაფუჭება და ეს არის, როგორც ვთქვით, 2024 წლის 25 დეკემბერი. ამ დღეს აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ასრულებდა რეგულარულ რეისს ბაქოსა და გროზნოს შორის, როდესაც რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის სისტემამ თითქოს და უკრაინული დრონების, რომელიც თითქოს უკრაინული დრონების შეტევას იგერიებდა იმ მომენტში, რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად დაზიანდა აღნიშნული თვითმფრინავი, რამაც გამოიწვია მისი, თქვათ, რაღაცა ფრენის არასტაბილურობა. ამასთანავე თვითმფრინავს არ მისცეს უფლება, რომ დამჯდარიყო სხვა აეროპორტში, არა გროზნოში, ან თუნდაც სხვა მახლობელ აეროპორტში, რის შედეგადაც თვითმფრინავს მოუწია, თქვათ, კასპიის ზღვის გადაკვეთა და პრაქტიკულად ის დაახლოებით ქალაქ აქტაუს მიდამოებში დაეშვა ავარიულად. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან გარდაიცვალა 38 და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიეწერებოდა რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მოქმედებას, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, იმავე დღეებში პრაქტიკულად რამდენიმე საათში ვრცელდებოდა რუსები პროპაგანდისტული საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ან ტურბინაში ფრინველების გუნდი შეფრინდა და ამან გამოიწვია კატასტროფა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, თავიდანვე თქვათ, ნათელი იყო თუ რასთან ჰქონდა საქმე და ამას მოყვა აი ამ რუსეთის სურვილს, რომ არ აიღოს პასუხისგებლობა და გაიქცეს პასუხისგებლობას, მოყვა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვა და მოდი გიორგი ქრონოლოგიურად მივყვეთ, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს გავიახლოთ მეხსიერება, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამის შემდეგ, რა იყო მთავარი მოვლენები აი ამ 25 გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, რა იყო ესეთი, თქვათ, რაღაცა მაილსტოუნები, რაც მეტყველებდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე. აკა, მოგესალმები. მართლაც ძალიან საინტერესო საკითხია ეს, განსაკუთრებით ჩვენთვის, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მეზობელია, კარგი ურთიერთობა გვაქვს და აქედან გამომდინარე და ისედაც ეს იყო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი დეტალი. ამას მოყვა 9 მაისის აღლომზე მოულოდნელად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის არჩევასვლა, ის სტუმრების სიაში ოფიციალურად იყო მიწვეული და მოულოდნელად მან განაცხადა, რომ ვერ ახერხებდა ჩასვლას და დემონსტრაციულად მე ის ეწვია მამამისის საფლავს და შემდეგ უკვე ჩავიდა ყარაბაღში დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას ჰქონდა მოინახულა იქ სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ასე შემდეგ. ეს იყო სერიოზული დიპლომატიური
მე დემარშს დავაქმნებდი ამას რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ამას მე მოყვა გვახსოვს ყარაბაღში ჩატარებული კონფერენცია, რომელიც დეოკუპაციის შემდეგ ტარდება, სადაც ალევმა ძალიან მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ. ხო, ჩვენ გვახსოვს მას კითხვა დაუსვა ძალიან სობრმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა, რომელიც ძალიან ანტირუსული განწყობებითაა ცნობილი, რომელსაც მან ამ უკრაინა-რუსეთის ომზე მან უპასუხა, რომ რჩევა მისცა უკრაინელებს, რომ არასდროს არ შეეგუონ ოკუპაციას, რაც ეს იყო მისი გაკვეთილი აზერბაიჯანული გამოცდილებიდან, რომლებიც ასევე არ შეეგუენ ოკუპაციას და მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ 1994 წლიდან 2020 და შემდგომში 2023 წლამდე საბოლოოდ მიაღწიეს თავიანთ მიზანს. იქვე რამდენიმე სკანდალური ფაქტი მოხდა, რომელმაც აჩვენა განხეთქილება თუ არ ვიცი რა უნდა დავარქვათ ამ რუსულ პროპაგანდისტულ საექსპერტო წრეებში, იმიტომ რომ იყო გუსმანი, ტასის გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელიც აზერბაიჯანული წარმოშობის რუსია შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომელმაც არ ვიცი, ყველანაირი ხოტბით შეასხა ლიევი რაც კი შეიძლებოდა და დაახლოებით ესეთი კითხვა დაუსვა, როგორ ახერხებთ, რომ ასეთი გენიოსი იყოთ და ასეთი გენიალური პოლიტიკა გაატაროთო, რასაც რა თქმა უნდა ყოფილებთ უპასუხა ალევმა, მაგრამ ამას მოყვა ამ რუსულ Z Telegram არხებზე და ზოგადად რუსულ სახელმწიფო მედიაში მისი საოცარი კრიტიკა, რასაც მოყვა მისი გადაყენება, ის ამ თანამდებობას იკავებდა 1999 წლიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი ფაზა ამ კონფლიქტის და საბოლოოდ პიკს მიაღწია ივლისში, ივნისის ბოლოს და ივლისში, როდესაც ეკატერინბურგში სამართალდამცავებმა რუსმა ძალიან სასტიკი ფორმებით დააკავეს ძმები საფაროვები, აზერბაიჯანელები, რომლებსაც ოფიციალურად ბრალი ედებოდათ 2001 წელს შეკვეთილ მკვლელობაში. თუმცა ეს დაკავების ფორმა იყო ძალიან მძიმე. შეგვიძლია ვთქვათ, დემონსტრაციულად შეურაცხყოფელი და წამებას შეგვიძლია და დამამცირებელი. კი, ორი ადამიანი გარდაიცვალა, გარდა ამისა ბევრად მეტი დააკავეს. და შემდეგ უკვე იწყება სერია, ვთქვათ, აი ამ დიასპორის წარმომადგენლების აზერბაიჯანის მიმართ ზიზღის გავრცელება საკატასტროფული პროპაგანდის მიერ, ყოფითი კონფლიქტები სხვადასხვა ქალაქის ბაზრობებში, აი ამ აზერბაიჯანელი გამყიდველების მიმართ და ვაჭრების მიმართ და ამას მოყვება მე აზერბაიჯანის პასუხიც, როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად უდანაშაულო პროგრამისტები დააპატიმრეს, თუ ფორმალურად ბრალდები თუ მათ ირანიდან შემოქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და იმ საფაროვების ამბის პასუხად ისინი იყვნენ უსასტიკესად ნაცემები, ასევე დემონსტრაციულად, ანუ თუმცა აქ უნდა აღნიშნული ეტყობოდათ მათ ტანისამოსზე, თუმცა მათ გარდა დააკავეს ასევე რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც იყვნენ ბაქოში და ამ პროცესს მიყვება თან ისიც, რომ იხურება ყველანაირი წარმომადგენლობა არაფორმალური, ასე ვთქვათ, ბილი ძალა რუსული აზერბაიჯანში. ხო, ესაა მათი პროპაგანდისტული მედია, კულტურის სახლი. ხო, ეს ცნობილი რუსკი დომ, ხო, რომელსაც ევგენი პრიმაკოვიშვილის მისი სრული სეხნია ხელმძღვანელობს, ეს იხურება, ეს ნამდვილად არის ახალი ეტაპი, თუმცა სანამ აი ამაზე უნდა ასევე ვთქვათ, ვახსენოთ, რომ თუ უშუალოდ აი ამ თვითმფრინავის ინციდენტის რამდენიმე დღეში ამ თვითმფრინავის ინციდენტიდან პუტინსა და ალიევს შორის შედგა სატელეფონო საუბარი და მაშინ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საუბრის ესეთი ძალიან უცნაური პრეს-რელიზი, რომელშიც არ იყო ნათქვამი, რომ ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა, თუმცა სადღაც რომელიღაც აბზაცში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა, რომ აი ეს თვითმფრინავის კატასტროფა, ის ინციდენტი მოხდა რუსეთის საჰაერო სივრცეში, თუმცა ის არ აღიარებდა პასუხისმგებლობას. ხო, არ იღებდა პასუხისმგებლობას, ამას მოყვა აზერბაიჯანის ლიდერის მხრიდან ესეთი ძალიან მწვავე, მკაცრი რეაქცია. და პარალელურად შენ მიერ ნახსენები მოვლენების ფონზე იყო მისი გახმაურებული ინტერვიუ ალ-არაბიასთვის, რომელშიც მან პირველად მოიხსენია აზერბაიჯანის გასაბჭოება როგორც ოკუპაცია და ცოტა ესეთი, როგორ თქვა, განსხვავებული ნარატივი
გააჟღერა აი ამ აზერბაიჯანის წარსულთან დაკავშირებით, რამაც ასევე ამ რუსულ პროპაგანდისტულ წრეებში გამოიწვია სერიოზული გაღიზიანება, უკმაყოფილება და რაღაც ლანძღვის კასკადი წამოვიდა ამის შემდეგ მის მიმართ და ანუ ეს იყო და უკვე აი ამ ფონზე, როდესაც თქვა ესეც აი ეს ამის შემდეგ სხვა შორის ერთი რაც უნდა მეხსენებინა, არ მინდა რომ გამორჩეს, იყო ესეთი შეხვედრა თვითმფრინავის ეპიზოდის შემდეგ, შეხვედრა სატელეფონო საუბარი, რომელშიც მონაწილეობდა ლუკაშენკო და ტაჯიკეთის პრეზიდენტი და მიიჩნეოდა, რომ აი ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ თითქოს მხარეებმა ესეთი მოზომილი პრეს-რელიზი გაავრცელეს და მიიჩნეოდა, რომ თუ თქვა ეს თვითმფრინავთან დაკავშირებული იქნება თუ არა ამოწურულა, რაღაცნაირად თქვა დასასრულისკენ წავიდა. თუმცა როგორც ნახეთ, ეს არ მოხდა და სწორედ აი ამ გამწვავების ახალი ეტაპი დაიწყო უკვე ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის წევრების დაკავებით, მათი წამებით, მათ პრაქტიკულად ექსპერტიზის ჩატარებაც კი რთული იყო, იქიდან გამომდინარე, თქვა რაღაცა რუსები მალავდნენ რაღაც მონაცემებს, თუმცა შესაბამისმა ექსპერტიზამ უკვე ბაქოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი მაღალი ალბათობით იყო, თქვათ, ეს წამება, რომლის მსხვერპლიც ისინი გახდნენ რუსი ძალოვანების მხრიდან და ამას შემდეგ უკვე მოყვა რუსეთში შენახსენე, თქვათ, ბაქოში რაც ხდებოდა, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში მოყვა პრაქტიკულად ესეთ ტარგეტირებული ნადირობა აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებზე, მათ შორის იყო დაკავებული ერთ-ერთი თეატრის აზერბაიჯანელი ხელმძღვანელი, კიდევ უფრო მეტი შემთხვევა იყო დაკავებებზე მეტის მოქალაქეობის ჩამორთმების და კანონიერი კულტებით ცნობილი ასევე. ხო, ანუ ეს იყო რეალურად რაღაცნაირი ეს კონტროლირებული დაპირისპირება, რომელშიც თავარი გაცვლის მონეტა და ბრძოლის ველი გახდნენ აი ეს ალბათ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებთაც თქვა რაღაც არც მაინდა-მაინც საგაზღვრო უწყებებთან და ფარულ ოპერაციებთან არ ქონიათ კავშირი და აი ამ დაძაბულობის ფონზე პრინციპში უნდა ვთქვათ, ეხლა როგორ მივედით აი ამ 9 ოქტომბრის შეხვედრამდე, ხო, როდესაც თითქოს ეს ყველაფერი ამოიწურა და რაღაც ახალი ეტაპი დადგა აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობებს შორის. უნდა ითქვას, რომ 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე მან მიიღო სატელეფონო ზარი ილჰამ ალიევისგან და მან მიულოცა ეს შეხვედრა, თუმცა აქამდე ერთი თვით ადრე 3 სექტემბერს იყო ესეთი მასშტაბური ღონისძიება ჩინეთში, რომელიც დაემთხვა მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ესეთ მასშტაბურ სამხედრო აღლუმს და პარალელურად ამავე დღეებში პეკინში მიმდინარეობდა შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების სამიტი და ამ სამიტზეც ორი ლიდერი გადაეკვეთა ერთმანეთს, გვახსოვს ეს რაღაც პატარა გადაკვეთის კადრები, სულ რამდენიმე წამიანი, როდესაც მათი კომუნიკაცია მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა, ხო? და ანუ აი აქედან ერთი თვის შემდეგ უკვე ხდება ეს ცნობილი შეხვედრა უკვე დუშანბეში, SNG-ს აი DST-ს ქვეყნების სამიტზე და მოდი უშუალოდ აი ამ შეხვედრაზე გადავიდეთ, რა ითქვა და როგორ მივედით აქამდე და რა მოხდა საერთოდ, ანუ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აი ეს რაღაცა ესკალაციის ის ეტაპი დასრულებულია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. დავიწყოთ იმით, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა არის მრავალმხრივი, ესე ვთქვათ, მას არ აქვს ამ კონკრეტულად გამოკვეთილი ვექტორი. ეს არის შეგვიძლია ვთქვათ სტრატეგიული ავტონომიის და სუვერენიტეტის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია თვითონ მისი ქვეყნის და უფრო პერსონალიზებულად ვთქვათ, მისი ლიდერის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე და რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს ინტერესებში რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. თუმცა მას ყავს უცვლელი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო 10 წელია და მეტია სტრატეგიული პარტნიორები და არის ქვეყნები, რომლებთანაც სიტუაციურად აქვს კარგი ან ცუდი ურთიერთობა. ხო, დავიწყებ ახლა თავარი პარტნიორი რა თქმა უნდა და მისი უსაფრთხოების გარანტს არ ვიტყოდი, ეს ცოტა გადაჭარბებაა ჩემი არის, მაგრამ ხელშემწყობი არის რა თქმა უნდა თურქეთი, ხო? იმიტომ რომ ეს არის ორი მონათესავე სახელმწიფო, არსებობს ცნობილი კონცეფცია, რომ ერთი ერი ორ სახელმწიფოში, ამაზე დიდი დავა მიდის, ვისი სიტყვებია, მაგრამ ალბათ LGB-ის სიტყვებია, ამბობენ შეიძლება სხვისი სიტყვა ამაზე კამათი მიდის, მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კონცეფცია გამჯდარია.
თურქეთი არის მათი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორი, სამხედრო პარტნიორი, უამრავ შეიარაღებას ყიდულობს, მათ შორის თურქეთიდანაც აზერბაიჯანი. თურქეთი არის უმნიშვნელოვანესი გამტარი საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ენერგორესურსების, ევროპისკენაც და ახლა უკვე სირიისკენაც ბოლო რამდენიმე თვეა. მათ აქვთ ეგრეთ წოდებული შუშის ხელშეკრულება, სიმბოლურია შუშაში მოეწერა ხელი ამას, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო გარანტიებს ერთმანეთის მიმართ, პრაქტიკულად ეს არის ნატოს მეხუთე მუხლის დონის გარანტიები, რომ თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას მეორეზე და მოკლედ ერთი არის ეს მიმართულება. მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი არის ისრაელი, რომელიც არის უკვე 15 წელია შეგვიძლია ვთქვათ ცოტა მეტი ძალიან სანდო მოკავშირე აზერბაიჯანისთვისაც და მეორე მხრივ ისრაელისთვისაც ძალიან კომფორტული პარტნიორი აზერბაიჯანი, სადღაც 50-დან 60%-მდე მთელი საერთო ნავთობის მოხმარების ისრაელის მოდის აზერბაიჯანულ ნავთობზე. საპირისპიროდ აზერბაიჯანი ყიდულობს მილიარდობით დოლარის შეიარაღებას ისრაელისგან. აქვს წვიმვალი დიპლომატიური ურთიერთობა. ამასთანავე ხა ისრაელის მედიაში ხშირად მიდის ხელისუფლების კრიტიკა იმაზე, რომ სხვა ისეთ ტექნოლოგიებს ყიდის ისრაელი აზერბაიჯანზე, რომელიც გამოიყენება მოქალაქეების თვალთვალისა და კონტროლისთვისაც და რამდენად სწორია ეს პეგასუსზე იყო ხო საუბარი მე მგონი, რომელსაც ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ბევრ ასეთ ტექნოლოგიაზე საუბარი და ამაზე სერიოზული კრიტიკაა მემარცხენე წრეებში ისრაელის შიგნით, თუმცა ხა ეს წრეები არა რა თქმა უნდა მრავალრიცხოვანი ისრაელის საზოგადოებაში და ასეთივე და არის კიდე ორი აქტორი, რომელთანაც აქვს სიტუაციური ურთიერთობა, ხო? ეს არის რუსეთი და ირანი. მამისი მეზობლები სხვათა შორის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს ემეზობლება, ხო? ირანთან აქვს ასევე რთული ურთიერთობა, ამ ურთიერთობას აქვს აღმავალი და დაღმავალი მხარეები. იქ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად აჩენს უზარმაზარონდობლობას უკვე ამ ქვეყანას შორის. ხშირად შევხვდებით ირანელი მაღალჩინოსნების თუ ირანის პროპაგანდისტულ მედიაში ცნობებს, რომ ისრაელი იყენებს აზერბაიჯანის ტერიტორიას სადაზვერვო თუ სხვა მიზნებით და კიდევ უფრო უარესი ბრალდებებიც იყო, მაგალითად წელს, როცა 12 თუ 13 დღიანი ომი ჰქონდა ისრაელს ირანთან, თქვეს, რომ ის დრონები, რომლებმაც პირველ დღეს გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვა, აზერბაიჯანიდან აფრინდნენ ეგეთი ბრალდებებიც იყო. თუმცა ზედა დონეზე, ხელისუფლებების დონეზე ნელთბილი ურთიერთობა, ყველაზე დიდი კრიზისი მათ ჰქონდა 2023 წლის იანვარში, როდესაც თავდასხმა მოხდა აზერბაიჯანის საელჩოზე თეირანში და ერთი დაცვის თანამშრომელი მოკლეს, თუმცა ცეცხლს უბისამართოდ ხსნიდა ის თავდამსხმელი და შესაძლო იყო, რომ მსხვერპლი ბევრად დიდი ყოფილიყო, თუმცა მე ეს სკანდალის შემდეგ გვახსოვს, რომ დათბა ურთიერთობები და ხო, ანუ ანდაც დაახლოებით გავცე რა მოხდა, ხო, რომ ალიევმა პრაქტიკულად აღიარა ირანმა, ანუ მიიღო ირანისგან, თქვა, პასუხისმგებლობის აღიარება და ის თავდამსხმელის მე მგონი დაიჭირეს, ხო, ანუ რაღაცა და ბოლოს ებრაჰიმ რაისის შეხვდა და სხვათა შორის ებრაჰიმ რაისის გარდაცვალებამდე ზუსტად იმ დღეს, როცა შეხვდა, მისთან შეხვედრიდან მოფრინავდა ებრაჰიმ რაისი, როდესაც ის ვეტფენი ჩამოვარდა და ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში შეხვდა. და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის მიმართებით, ხო, რუსეთი. რუსეთთან აზერბაიჯანის ურთიერთობა არის ძალიან არ ვიცი, კომპლექსური, ეს არ არის კეთილგანწყობილი ურთიერთობა, დავიწყოთ იმით, რომ თავისთავად, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა აზერბაიჯანში, ძალიან დიდი იყო, ხო, ანტირუსული და ანტისაბჭოთა განწყობები, ეს იმ ტრაგედიას უკავშირდება ალბათ პირველ რიგში, რაც მოხდა ბაქოში, მერე ამას უკვე მოყვა ყარაბაღის ომი, სადაც, ანუ ყარაბაღის ომში რაღაც ეტაპები იყო, როდესაც საბჭოთა და რუსული არმია აზერბაიჯანსაც სერიოზულად ეხმარებოდა, მაგრამ პრინციპში როგორც საქართველოშიც, ხო, ანუ როგორც საქართველოშიც კი, მაგრამ მის მეორე ეტაპზე უკვე მთლიანად სომხური მხარე დაიჭირეს, ასევე იყო ის, რომ სწორედ რუსეთის მიერ მართული გენერლის ჰუსანოვის მიერ მოხდა ელჩიბეის დამხობა,
მაშინაც სხვათა შორის საქართველოსთან ივსგამსებაც არის ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთადერთი და არა ყველაზე მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი იყო ამ ავადსახსენებელ DST-ში თუ მოკავს სამოკავშირეო ხელშეკრულებაში აზერბაიჯანის შეყვანა, რაც რა თქმა უნდა არც ელჩიბერის სურდა და არც ალბათ აზერბაიჯანულ საზოგადოებასაც და ანუ ბევრი მსგავსებაა სხვათა შორის საქართველოს მაშინდელი საქართველოს და მაშინდელი აზერბაიჯანის ისტორიებში და საბოლოო ჯამში ხდება ეს გადატრიალება ჩამოდის ნახიჩევანიდან ჰეიდარ ალიევი, სადაც პრაქტიკულად გაქცეულია და არის რაღაც ნახიჩევანის ავტონომიური ოლქის პარლამენტი. ანუ ესეთ საპატიო გადასახლებაში, რასაც საბჭოთა დროს უწოდებდნენ. ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა და იწყებს შევანაზის მსგავსად ძალაუფლების ხელში აღებას. იქ ორი მთავარი კონკურენტი ყავს, ეს უსანოვი ვინც ელჩიბერი და რომელიც მე თვითონ დანიშნა პრემიერად, მაგრამ ეკყავს მოსაშორებელი და კიდე მეორე იქაური ომონის უფროსი, ეს ორი არის ყველაზე მთავარი დასაყრდენი რუსეთის. როგორც შევარდნაძეს ყავს მოსაშორებელი, გიორგაძე და ჯაბა და კიტოვანი და პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. კი, ძალიან გავს ეს ორი ამ ორი ადამიანის ისტორია ერთმანეთს და ну საბოლოოდ იწყება სტაბილურდება ეს უსანოვს იშორებენ, მე ის რუსეთში გარბის, ჯერ იჭერენ და მე რუსეთში გარბის და მოკლედ იწყება ეს საგარეო პოლიტიკა მაშინაც არის აი მრავალვექტორული, ხო, პირდაპირ შეგვიძლია ითქვას, უკვე მაშინ 95 თუ 16 წელს შემოდის BP აზერბაიჯანში და სხვათაშორის ამ კრიზისის დროს ბრიტანელებს ძალიან აქტიურად ახსენებდნენ აზერბაიჯანულ კონტექსტში, რუსულ პროპაგანდაში და ვიცით ახლა ისედაც რუსული პროპაგანდისთვის ეს ბრიტანული დაზვერვა და ბრიტანეთის საყვარელი თემაა და აქ მართლა ფლობენ ბრიტანელები რაღაც პროცენტს მათი გაზის საბადოების და ნავთობის საბადოების და ამიტომაც იყენებდნენ ამ საკითხს. მოკლედ ეს ურთიერთობები არის სტაბილიზდება მე ასე დავარქმევდი ამ საკითხს და ეს სტაბილურად მოდის ყოველგვარი სკანდალების და ასე შემდეგ გარეშე. მე ალიევი ჰეიდარი კვდება და ილჰამ ალიევი ხდება პრეზიდენტი და მის მიმართ თავიდან არის რა თქმა უნდა პოზიტიური განწყობა რუსეთში, იმიტომ რომ მოსკოვში აქვს გატარებული მას დიდი დრო, არის რუსულენოვანი რა თქმა უნდა და იმ სივრცის ნაწილია, თუმცა თავიდანვე ის ირჩევს ძალიან ხისტ პოზიციებს ამ მოლაპარაკებებში, სხვადასხვა ფორმატებში, სხვადასხვა მსოფლიო ლიდერების ჩართულობით მიდის სომხეთთან მოლაპარაკებები და აი მამამისზე ბევრად ხისტია და ყოველგვარ დათმობებს პირველ ეტაპზევე გამორიცხავს და ირჩევს სხვა პოლიტიკას. მე ამას ემთხვევა უკვე ძალიან იზრდება ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 2000-იან წლებში მის მმართველობის პირველ წლებს ემთხვევა ეს ეკონომიკური აღორძინება, აღშენებლობა, თავდაცვის ხარჯების და მე უკვე და ამავე პერიოდს ემთხვევა მის მიერ თურქეთთან ურთიერთობის გაღრმავება, ხო? ანუ საქართველოში ბევრს გონია რომ ეს თურქეთ-აზერბაიჯანის ძმობა რაღაც ისტორიული შეიძლება არის იმ გაგებით რომ იდენტობით ისინი გვანან და ერთ ენაზე საუბრობენ და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკურად ეს ყველაფერი არის ბოლო 20 წლის პროდუქტი, 25 წლის შეგვიძლია ვთქვათ და ეს ასე არ დაწყებულა და ახლანდელი გადმოსახედიდან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აზერბაიჯანი ელოდება მომენტს, როდესაც რუსეთთან უნდა გამოიყენოს ისეთი მომენტი, როდესაც რუსეთს აიძულებს რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო ის არ ჩაერიოს სომხეთთან, როდესაც ის გადაწყვეტს ურთიერთობების ესკალაციას, სომხეთის მხარეს ისე აქტიურად, როგორც მან ეს 90-იან წლებში გააკეთა და გავიხსენოთ ახლა ეს პროცესი, ხო, ანუ თავდაცვის ხარჯებს მკვეთრად ზრდის აზერბაიჯანი ამ პერიოდში იწყება არმიის აღშენებლობა. სომხეთში პირიქით ხედავთ რომ არმია ხა ისედაც საოცრად ძლიერი აზუს არ ყოლია, მაგრამ თუმცა ხარჯები ყოველთვის ილუზიაში ცხოვრობენ იმ ილუზიაში რომ ისინი კი მცირეერი არიან, მაგრამ არიან კავკასიის ისრაელი, რადგან დაამარცხეს მათზე დიდი მტერი, ცხოვრობენ ილუზიაში რომ ეს არის რაღაც დაუმარცხებელი არმია ყავთ ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ისინი რა თქმა უნდა დროს ჩამორჩნენ, ტექნოლოგიებს ჩამორჩნენ და ეს მისი მოწინააღმდეგე ბევრად სწრაფი ტემპით ვითარდება და ბევრად თანამედროვე გზაზე დგას
პირველად ეს ძალთა შეცვლილი თანაფარდობა და ბალანსი იტესტება 2016 წლის აპრილში, როდესაც 4დღიანი დაპირისპირება ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და აქ იდეაში უკვე უნდა შეემჩნია ყველას, მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით სომხეთის შიგნით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც 20 წლის წინ იყო, და უკვე ბევრად დიდ ეფექტურობას აჩვენებს აზერბაიჯანის შეერაღებული ძალები, 8 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას იბრუნებს აზერბაიჯანი, მერე ეს დაპირისპირება ჩერდება, აზერბაიჯანი აცხადებს გამარჯვებას, მეორე მხრივ სომხები ამბობენ, რომ შეტევა მოიგერიეს და შეიძლება ვთქვათ, რომ დიდ ყურადღებას ამას არ აქცევენ. რუსეთის, რა თქმა უნდა, არ ერევა, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც მასშტაბური დაპირისპირება, მაგრამ აქ უკვე გრძნობს აზერბაიჯანის ძალას და იმას, რომ მას აქვს რეალური რესურსი, რომ სამხედრო ძალით რაღაც შეცვალოს. შემდეგ ხდება სომხეთში რევოლუცია. ეს სომხეთის რევოლუცია არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ ამიერკავკასიის უახლეს ისტორიაში, მაგრამ თავად რაც ამ რევოლუციას მოყვება არის, რომ ხელისუფლებაში მოდის ნიკოლ ფაშინიანი, ამ კონტექსტში რაც გვაინტერესებს, რომელიც იდეაში არ არის პირველად პრინციპში ვიტყვი ქვეყნის დაფუძნების შემდეგ, სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად მოდის ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ყარაბაღის პირველ ომთან. არც პრეზიდენტი და არ არის ყარაბაღის კლანის წარმომადგენელი, მეტიც დაპირისპირებულია მათთან. არანაირი თანამდებობა მაშინ არ ეკავა. ამას იმიტომ ამბობ, რომ ქოჩარიანის და სარქისიანის იყვნენ და ტერპეტროსიანი პრეზიდენტი იყო, ესენი იყვნენ ჯერ ყარაბაღის თავდაცვის მინისტრები, მერე პრემიერ-მინისტრები, მერე სომხეთის თავდაცვის მინისტრი, მოკლედ ისინი ასოცირდებოდნენ ამ გამარჯვებასთან და ფაშინიანი არის ადამიანი, რომელიც მათთან დაპირისპირებულია პრინციპში 2000-იანი წლებიდან 2008-ში მას. ანუ ფაშინიანის პლატფორმა თავიდან ბოლომდე არის აი ამ კლანის მოშორების პლატფორმა, რომელსაც ის თვითონ ყარაბაღის თემას მიმართ ის დაახლოებით იგივე პოზიციებს იკავებს, თქვათ აი ნაციონალისტურ და თქვათ აი მიაცუმის მომხრე არის, მაგრამ პოლიტიკურად მისი პლატფორმა წარმოადგენს ალტერნატივას აი ამ ყარაბაღის კლანისა, რომელიც ქვეყანას მართავს 2000-იანი წლების დასაწყისიდან 90-იანების მიწურულიდან და რომელმაც 99 წლიდან და რომელმაც პრაქტიკულად საკუთარ ჯიბეში ჩაიდო მთელი ქვეყანა, მთელი ეკონომიკური რესურსი. კი. საშინელი კრიმინალით პირადად პრეზიდენტის მხრიდან და ასე შემდეგ. ეს ცალკე ისტორია კიდე და საშინელი კორუფციით, რომელმაც პრაქტიკულად გამოაცარიელა არმიაც მათ შორის. მათ შორის არმიაც, ოღონდ ამას ჯერ ვერ იაზრებენ. ამას ვერ იაზრებენ ჯერ და მე ხდება ის ცნობილი შემთხვევა ვახსოვს, როდესაც ფაშინიანი ჩადის სომხეთში, იქ ცეკვავს და ასე შემდეგ და აკეთებს განცხადებას გაერთიანებაზე ყარაბაღის და სომხეთის, რასაც მე მოყვება ძალიან მკაცრი პასუხი ალიევის და ამ დროს უნდა გავიხედოთ მოსკოვისკენ, ახლა რომელსაც გადამწყვეტი კარტები უჭირავს, ასე ვთქვათ, როგორ უყურებენ ამ ყველაფერს მოსკოვში. მოსკოვი თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებს ფაშინიანს, იმიტომ რომ ქოჩარიანს და პუტინს ჰქონდათ პიროვნული მეგობრობა ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა, მე ეს გაგრძელდა სარქისიანის დროსაც, საგარეო პოლიტიკაზე სომხეთის კითხვები არასდროს არ ყოფილა, რომ რაღაც სხვა ვექტორი შეიძლება აერჩია, მოკლედ იყო წესრიგი, რომელიც რუსეთს ძალიან აწყობდა, ხო, სომხეთს ფიზიკურად არ ჰქონდა სხვა ვექტორის არჩევის საშუალება, აზერბაიჯანი გაჭედილი იყო ამ კონფლიქტში და ცდილობდა მინსკის ჯგუფით და სხვა მოლაპარაკებების პლატფორმებით რაღაცის მიღწევას, მაგრამ სომხეთი არასდროს არაფერს არ თმობდა, იმიტომ რომ ომი ჰქონდა მოგებული და მას ინტერესი არ ჰქონდა. აი უამრავი გეგმა შეიქმნა, უამრავი ვარიანტი განიხილებოდა, რომ მხოლოდ ის რაიონები დაეთმო სომხეთს, რომელიც არ ეკუთვნოდა ყარაბაღს, ის, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, ხო? და აზერბაიჯანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სამხედრო გზით უნდა წავიდეს და ამ დროს ჩნდება მომენტი, როდესაც სომხეთი იწყებს სხვა გზას, ხო? რეფორმები, რაღაც ძველ ელიტასთან დაპირისპირება, ვიღაცების დაკავება, ეს ძველი ელიტა არის ყველა რუსეთთან დაკავშირებული ხალხი. ოღონდ ფაშინიანი მათ იმის გამო კი არ აკავებს, რომ რუსეთთან არიან დაკავშირებული, იმიტომ აკავებს, რომ კორუმპირებულები არიან და დანაშაულები აქვს ჩადენილი და ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთს ამაზე უნდა პასუხის გაცემა და ფაქტობრივად ეს 2020 წელი რომ ახლოვდება,
გულისხმობ ყარაბაღის მეორე ომს რუსეთის დასჯა რუსეთს უნდა სომხეთი დასაჯოს ალიევის ხელით. ოღონდ მას არ სურს რომ აზერბაიჯანმა თლიანად დაიბრუნოს ყველა ეს ტერიტორია. მას სურს რაღაც ომი, რომელსაც მე თვითონ დაასტაბილიზირებს, რაღაც ეტაპზე გააჩერებს, სისხლი დაიღლება, სომხეთი მის ფასს მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის სომხეთის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ აზერბაიჯანის ვერ გათამამდება, მაგრამ ხდება ხო, ანუ ეს ტრადიციული ესეთი რუსული ამ რეგიონში დამახასიათებელია, რომ ეს კონფლიქტები მუდმივად უნდა არსებობდეს რაღაცა ესეთ რეჟიმში, შესაძლოა მაინდა-მაინც არა ცხელი ომის რეჟიმში, მაგრამ ასე დაძაბულობის რეჟიმი შენარჩუნდეს და შესაბამისად თავად აი ამ კონფლიქტების არსებობა ესეთი გადაუჭრელი ფორმით, მუდმივი ფორმით არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და რეგიონზე თავისი კონტროლის და წნეხის გავლენის პროექცირების მთავარი იარაღი, ხო? ანუ ეს იყო ამ შემთხვევაში 2020 წელს რუსეთის მიდგომა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. თუმცა მოულოდნელად ხდება ის, რომ სომხეთი ვერ წევს თითქმის რეალურ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ვერანაირს. ამას პარალელურად აღმოჩნდება, აი 90-იანების არმია ებრძვის 21 საუკუნის არმიას და მე დეტალებში მოდი არ შევიდეთ, იმიტომ რომ ძირითადი სასაუბრო თემა სხვა არის, მაგრამ 44 დღეში თავარი არის, როცა შუშას იღებს აზერბაიჯანი, მე შუშა გადმოყურებს სტეფანაკერტს ზემოდან და როცა შუშას პრაქტიკულად გადაწყვეტილი არის. შეგიძლია უკვე მიწასთან გაასწორო ისე დაბრუნებო ჩვეულებრივი მოკლე მანძილის артиლერიითაც ეს ქალაქი და ანუ შენ ხელის გულზე გაქვს მთელი ყარაბაღი და აქ ჩერდებიან ხელი ეწერება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიუხედავად იმისა რომ რუსეთისთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა მოვლენები და აზერბაიჯანმა იმაზე მეტი მოიპოვა ამ ომით ვიდრე რუსეთის იდეაში წარმოიდგენდა ეს უკვე თამამაში გვია ვთქვათ, მაინც ერთგვარად მისი წესრიგი მისისთვის სასარგებლო წესრიგი ვყარდება იდეაში ეგრეთ თვლიან, იმიტომ რომ ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელშიც ჩაწერილია რომ 3 წლით შემოდიან რუსის სამშვიდობოები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყარაბაღის არაოკუპირებული ნაწილის, ანუ იმ ნაწილის, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს ჯერ კიდე და თვითონ სომხეთის ხო, ანუ აქ ამ დროისთვის დარჩენილია ლაჩინის კორიდორია, ერთგვარი ამ ლაჩინის კორიდორს იცავენ რუსის სამშვიდობოები და უზრუნველყოფენ კომუნიკაციას ამ ტერიტორიაში შორის, ასევე ბევრი თვლის რომ აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა ტერიტორია, მაგრამ სამაგეროდ მის სუვერენულ ტერიტორიაზე მოუწია რუსული ბაზების სამეცნიერო დაკანონება და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ პუტინის ის ციტატა, რომელიც ცოტა ხნის წინ თქვა მან, რომ სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დგებაო, იქიდან მერე აღარ მიდიანო და ხათაშორის აზერბაიჯანია იმის ნათელი ხილული მაგალითი, რომ მათი ფეხი სადაც დგება, იქიდან შეიძლება გავიდნენ და მერე მოკლედ ესე ხდება, რომ რუსეთი შედის უკრაინაში, ეს ომი ისე არ ვითარდება, როგორც მას წარმოუდგენიათ. ალიევი აქაც თავიდან გვახსოვს ჩვენ მოსკოვში მიფრინავს და რაღაც მემორანდუმს აწერს ხელს რუსეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ომის საწყის ეტაპზე რუსებს აჩვენებს რომ ის არანაირ ხის ნაბიჯებს არ აპირებს თუმცა მე უკვე ხედავთ რომ შემდეგ რაც რუსეთის ეს გეგმა ჩავარდება აზერბაიჯანი ღიად ვიტყვევ პროუკრაინულ პოზიციებს იჭერს ყოველ შემთხვევაში დიპლომატიურ არენაზე ის ყოველთვის უწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებს იმას რაც ოკუპირებული აქვს რუსეთს უკრაინაში მიდის ჰუმანიტარული დახმარება აზერბაიჯანიდან უკრაინის ტერიტორიაზე ასევე მას აქვს პერიოდულად შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე ენერგოსექტორს ეხმარება ძალიან აზერბაიჯანი იმ უმძიმეს ზამთრებში უკრაინის, როდესაც მიწასთან ასწორებდა რუსეთის არაკეტო დარტყმებით უკრაინის ენერგოობიექტებს და უშუქობის პრობლემა იყო, საწვავის პრობლემა იყო და ასე შემდეგ. და საბოლოოდ მოვდივართ 2023-24 წელი იყო, როდესაც გავიდა. არა, 23-ია პრინციპში ხო მეორე ომი ჯერ ამ მეორე ომშიც ეს მეორე ომი უბრალოდ მესამე ომია ეს აქ სათქმელი ბევრი არაფერია, იმიტომ ეს დღეში მოვჭა ყველაფერი და სამწუხაროდ ან ბევრმა ამას დაარქვა ომის 55 დღე ყარაბაღის და 25 დღე, რასაც სამწუხაროდ მოყვა იმ ტერიტორიიდან სულად გასვლა სომხური მოსახლეობის
იქ რაღაც პატარა ინციდენტი ხდება, რასაც 6 რუსი სამშვიდობო შეეწირება და ყველაფერი ისე მთავრდება, რომ როდესაც ვადა გასდის აზერბაიჯანში ამ რუს სამშვიდობოს, კითხვა საერთოდ არ ჩნდება, რომ რუსები რჩებიან თუ გადიან და ეს მოლაპარაკებებიც კი არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ როგორც კი ეს ვადა გადის, ისედაც ახლა რუსებს იქ დიდი კონტინგენტი რა თქმა უნდა არ ყავდათ, ამ დროს თან გაჭედილი არიან რუსები უკრაინაში და ეს კონტინგენტი მართლაც გადის და ხდება სრული დეოკუპაცია. ეს არის მოკლე ქრონოლოგია, როგორ ითამაშა ერთგვარი ნეიტრალური პოლიტიკიდან უკვე არარუსულ და ანტირუსულ პოლიტიკამდე როგორ მივიდა აზერბაიჯანი და მე ჩამოვთვალე ის ფაქტორები, რომელმაც განაპირობა აქამდე მოსვლა, ამას დავამატებ ეკონომიკურ ავტონომიურობას აზერბაიჯანის. რუსები აი ამ ბოლო კრიზისისას ხშირად საუბრობდნენ, რომ აი მაგალითად ჩვენს გადმორიცხვებზეა დამოკიდებული, უფრო სწორად აზერბაიჯანელების, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მათ გადმორიცხვებზეა დამოკიდებული აზერბაიჯანის ეკონომიკა. და ეს ტყუილია, იმიტომ რომ იგივე რომ შევადაროთ, ახლა საქართველოს რამდენადაა დამოკიდებული უცხოეთიდან გადმორიცხვებზე, ბევრად დიდი მასშტაბია საქართველოში საერთო ჯამში უცხოეთიდან გადმორიცხვების წილი ეკონომიკაში, ვიდრე აზერბაიჯანში შეუდარებლად. რუსეთის წილიც უკვე საქართველოში აღარაა პირველ ადგილზე, მესამე თუ მეოთხე ადგილზე გადავიდა რუსეთი უკვე გადმორიცხვებით და აზერბაიჯანისთვისაც რა თქმა უნდა ეს დიდი დარტყმა არ იყო. იყო ის კიდე საუბარი, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი შეიძლება აეკრძალათ რუსეთში აზერბაიჯანისთვის, მაგრამ ეს არ არის რაღაც აგრიკულტურული სოფლის მეურნეობაზე არ დგას ხო აზერბაიჯანის ეკონომიკა, ამიტომ ეს დიდ ზიანს ვერ მიაყენებდა და ეგნაბიჯი არც კი გადაუდგამს რუსეთს და საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკის შემოტრიალებას და აქედან მოსვლას განაპირობებს ძლიერი პარტნიორები, ძლიერი არმია, თურქეთთან დადებული ეს ხელშეკრულება და ეკონომიკის სრულად დამოუკიდებლად არსებობა მასთან კავშირის გარეშე, ხო? და ამას მოყვა მე ეს შიდა ანტირუსული პოლიტიკა და წმენდა მთლიანად რუსული გავლენებისგან მათი საზოგადოების და არა მხოლოდ რუსული გავლენებისგან, მან ისეთი კანონები მიიღო, რომ საერთოდ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა მათთვის ბაქოში საქმეობა და აი წითელი ჯვარი, რომელიც არის ყველაზე ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც აი ჰამასია, ისიც კი არ ერჩის და პირიქით მასთან თანამშრომლობს, წითელი ჯვრის ოფისიც კი დაიხურა ბაქოში, რაც კარგი ინდიკატორია რა ტიპის რეჟიმია ეს და რამდენად არის მისგან განსხვავებული და ახლა უკვე აზერბაიჯანი ცდილობს კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშოს ახლო აღმოსავლეთის და მსოფლიო გეოპოლიტიკაში, ხო, იმიტომ რომ ბოლო სამიტი, რომელიც ჩატარდა, ამ თურქული სახელმწიფოების სამიტი, რომელიც ამ ორგანიზაციის ასევე ყარაბაღის ტერიტორიაზე, იქ უკვე პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, პაკისტანთან ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო. არის საუბარი, რომ პაკისტანურ-თურქული სამხედრო ბაზაც კი შეიძლება განთავსდეს, ოღონდ ეს იდეის დონეზეა ძალიან ჯერ და ამას მოყვება კიდე უკვე თავარი მიღწევა ალბათ, რაც არის ეს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც არის კონფლიქტის დასრულება, მაგრამ აზერბაიჯანელების გადმოსახედიდან ეს არის იმ ორ ომში გამარჯვების გაფორმება და ფორმალიზება, ხო? იმიტომ რომ პრაქტიკულად პირობები, რაც არის ამ შეთანხმების, ყველაფერი არის, რაც აზერბაიჯანს აწყობს და სწორედ ამიტომა ამხილა პროტესტი ამ შეთანხმების წინააღმდეგ სომხეთის შიგნით, ხო? სუვერენულ საზღვრებზე გადის საზღვრები, დემარკაცია და დელიმიტაცია ხდება 91 წლის საზღვრებზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც იყო არაფერია ნათქვამი ამ შეთანხმებაში იმ ტოლვილებზე, რომლებიც ყარაბაღიდან აღმოჩნდნენ სომხეთში, სომხებზე და მათ დაბრუნებაზე და საუბარია ზანგეზურის ანუ სიუნიკის კორიდორის გახსნაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანისთვის მის ანკლავთან, ნახიჩევანთან დასაკავშირებლად, ხო? და ამაში ერთვება ტრამპი პირადად მისი სახელი ეწოდება ამ გზას და ამერიკული წარმომადგენლობას შესაძლოა ვიხილოთ ამერიკული კომპანიის სახით ამ კორიდორში და ვერც რუსეთი და ვერც ირანი ვერ აჩერებენ ამ პროცესს და ეს ორი ადამიანი, ილხამ ალიევი და ნიკოლ პაშინიანი ჯერ ვაშინგტონში აწერენ ხიალს და ახლა ჩვენ ნახეთ უკვე რომ ღაზას შესახებ და ღაზას მომავალზე ჩატარებულ სამიტშიც კი მონაწილეობდნენ და მინდის საუბრები რომ შესაძლოა აზერბაიჯანი, ინდონეზია და თურქეთი იყვნენ ის ქვეყნები, ვინც
აი ამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ შექმნილ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში საკუთარი ჯარები შეიძლება გაგზავნონ აი ამ ღაზის სტაბილიზაციის ძალებში. ამ ღაზის სამიძე გადავალთ დასკვნით ეტაპზე და პრინციპში უახლოვდებთ უკვე დასკვნით ეტაპს. უბრალოდ რამდენიმე რაღაც გამოკვეთა მინდოდა აი ამ მთელ ამბავში როგორ მივედით ამ 9 ოქტომბრამდე. შენ ახლა რაც აღწერე ეს ჩემი წარმოდგენით ყველაზე ახლოს თქვა რაღაც გამარტივებულად რო თქვა რაღაც პოლიტიკის მეცნიერების ენაზე ეს არის ურთიერთობების გაფუჭება ყოფილ მეტროპოლიასა და ყოფილ კოლონიას შორის იმ ფონზე რომ თქვა ერთის გავლენა მეტროპოლიის გავლენა მცირდება და მეორე ცდილობს გახდეს ესეთი რეგიონული მნიშვნელობის მოთამაშე. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი და სწორედ ეს არის თქვა რაღაცა ამ ურთიერთობების დაძაბვის და გახუჭების თავარი წინაპირობა, ხო? როდესაც რუსეთი პრაქტიკულად კვლავ ცდილობს თავის დომინანტური პოზიციების შენარჩუნებას და როდესაც გაძლიერებული აზერბაიჯანი უკვე აღარ არის თანახმა, თქვათ ასეთ სტატუს კვოზე და ცდილობს თავისი წესები მოახვიოს თავს რეგიონს, მაგრამ აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც არ გვიხსენებია, არ ვიცი რამდენად ზოგადად სერიოზულია, თუმცა იგივე თქვათ რუსულ პრესაშიც და აზერბაიჯანულ პრესაშიც გაჟღერდა რომ თქვათ ერთ-ერთი წინაპირობა ამ თბილის შეხვედრისა, თბილის დასასრულისა ამ შეხვედრის იყო ის რომ რუსებმა თითქოს გადასცეს აზერბაიჯანის მხარეს ალიევის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის რამიზ მეხტიევის გეგმა, რომელიც თითქოს დაუკავშირდა თავისი არხებით რუსეთს და მოახსენა რაღაცა სახელმწიფო გადატრიალების გეგმის არსებობის შესახებ და რუსეთს თხოვა ამის შესახებ დახმარება. ეს რამის მეხტიევი არის არა მხოლოდ თქვათ რაღაც ამ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, არამედ შემდგომ წლებში უკვე ის მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტადაც და ამ 87 წლის კაცმა თითქოს დაგეგმა რაღაცა ესეთი სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც რეალურობას და წარმატებას რუსებმა ვერ დაიჯერეს და ამ წყაროების ცნობით მათ პირდაპირ გადასცეს თქვათ ეს მეხტიევის გზავნილი მათ მიმართ აზერბაიჯანულ მხარეს, რის შემდეგაც დააკავეს თქვათ თვითონ ეს 87 წლის მეხტიევი პატიმრობაში არის, ასევე დაპატიმრებულია მისი ერთ-ერთი ახლო თანაშემწეს ალექსანდროვი. ნუ მოკლედ ვთქვათ, რაღაცნაირად შეიფუთა. უშუალოდ ამ შეხვედრაზეც ხო ან რუსეთმა გარდა იმისა, რომ პირდაპირულად მოусმინეთ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად მოიხადა, ვთქვათ, ესე ხილულად ბოდიში და აიღო პასუხისმგებლობა ამ ტრაგიკულ ინციდენტზე, გარდა ამისა, ის მაინც შეეცადა აი ამ ძირითადი ბრალის გადადებას, ისრების გადატანას უკრაინისკენ და მან თქვა, რომ თქვათ ეს რაღაცა მოხდა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმან გახადა შესაძლებელი, რომ უკრაინის დრონების შეტევას იგერიებდა იმ დროს რუსეთი და ასევე აღნიშნა ესეც საინტერესო დეტალი ჰქონდა, რომ თითქოს ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტები პირდაპირ არ მოხვედრია თვითმფრინავს და მოხვდა მხოლოდ მისი ნარჩენები და ეს თითქოს გადააბრალა თავდაცვის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკურ გაუმართავობას. სინამდვილეში ანუ საუბარია პანცირ S-ის ტიპის საზენიტო სისტემებზე და რამდენადაც მე მოვიძიე ინფორმაცია, თქვათ, როცა აი ამ დღევანდელი ჩვენი საუბრის შევწადებოდი, პანცირ S-ის საზენიტო რაკეტები სწორედ ამ პრინციპით მუშაობს. ეს საზენიტო რაკეტები ფეთქდება სამიზნესთან ძალიან ახლოს და შემდეგ უკვე აზიანებს და აგდებს აი სამიზნეს ეს შრაფნელი, ხო, რაც აი ამ რაკეტისგან ხო, აქ ასე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანს ჰქონდათ ჩანაწერები იმ საზენიტო გათulis თუ იმ შენაერთის, რომელმაც ჩამოაგდო ეს თვითმფრინავი და ამას არ აქვეყნებდნენ და ისინი მათ ეს ჩანაწერები მაშინ გამოაქვეყნეს, როცა ძალიან გამწვავდა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, სწორედ იმ ეკატერინბურგში მომხდარი ამბების გამო და იმ ჩანაწერებს თუ მოისმენთ, ცხადად ისმის, რომ ამ სამხედროებმა არ იციან რას ესვრიან და მეთაურს ეკითხებიან, რომ არ ვიცით რას ვესვრით და ნამდვილად დღეს თუ არა სოლაო და მე მეთაური ამ რამდენიმეჯერ უმეორებს ბრძანებას, რომ კი ესროლეთ და ჩამოაგდეთ და საბოლოოდ ხდება ესეთი ტრაგიკული შემთხვევა. ხო, ანუ რაღაცა არის ესეთი ანუ შეეცადა მაინც თავის სტილში რომ ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე არ აეღო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის მაინც ესეთ გამორჩეული ნაბიჯი იყო ეს
9 ოქტომბერს პუტინის მიერ ეს გაჟღერებული ბოდიში და ხო ანუ აქ მივდივართ მე მინდა წავიკითხო აზერბაიჯანული პრესის გამოხმაურებები რომელიც ამოკრიბე აქ-იქ ამ შეხვედრის შემდეგ რა დაიწერა აზერბაიჯანულ პრესაში რა წერდნენ რამდენიმე ციტატას წაიკითხავთ ამჟამად პირობებს ბაქო კარნახობს და არა კრემლი არსებულ სინამდვილეში აზერბაიჯანი კი არ არის დამოკიდებული რუსეთზე არამედ პირიქით ეს არის გამოცემა ოლკეს სვეტი ბაქომ ცისუსხლიანი პოზიცია შეინარჩუნა და ის ეტაპობრივად ზრდიდა წნეხს თუმცა უტოვებდა რუსეთს ღირსეულ გამოსავალს შედეგად რუსეთმა აღიარა პასუხისმგებლობა და ბაქომ მიაღწია დასახულ მიზანს დიპლომატიურ ენაზე ამას გამარჯვება ჰქვია ეს არის გამოცემა მუსავათის სვეტი ასევე მუსავათში გამოქვეყნებული სვეტი ანუ პრინციპში თქვა შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეს 9 ოქტომბრის შეხვედრა მაინც აღქმული არის არა მხოლოდ აზერბაიჯანში არამედ რეგიონშიც და უფრო ფართო კონტექსტში მსოფლიოშიც როგორც ილხამ ალიევის დიპლომატიური გამარჯვება და რაღაც დიდი წარმატება, ხო? ამასთან დავა საკმაოდ რთული არის, თუმცა აქაც თქვა საქართველოში იყო აი ესეთი ცოტა ესეთი ჩემი აზრით გაზვიადებული შეფასებები აი ამის შესახებ, რომ რუსეთი თითქოს დაიკარგა რეგიონში და ეს ძირითადად განპირობებული იყო უკვე აი ამ ღაზის სამიტით, როდესაც რომელსაც 30-მდე ლიდერი დაესწრო და რომელსაც არ მონაწილეობდა რუსეთი მეტიც ეს ღაზის აი ამ სამიტის გამო გადაიდო რუსეთისა და არაბული ქვეყნების სამიტი რომელიც იმავე დღეებში უნდა გამართულიყო მოსკოვში და პუტინმა ამის შესახებ თვითონაც გააკეთა კომენტარი რომ მათ გადადეს ეს ღონისძიება რადგან არ სურდათ ახლო აღმოსავლეთში დასახული ამ პროგრესისთვის ხელის შეშლა და შეიქმნა წარმოდგენა ამ ღაზის სამიტის შედეგად რომ რუსეთი პრაქტიკულად ამოიკვეთა ახლო აღმოსავლეთთან დავიწყოთ იქიდან რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთი თქვა რაღაცა ესეთი ლიდერულ პოზიციებზე უკვე დიდი ხანია აღარ არის ხო მაგრამ წარმოდგენა იმის შესახებ რომ თქვა რეგიონი მასიურად გაწყვეტს რუსეთთან ურთიერთობებს და რაღაც იზოლაციაში მოაქცევს ეს ასე არ მოხდება ნაკლებად სავარაუდოა რომ ესე მოხდეს ყოველ შემთხვევაში ასე არ მოხდა რა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ჩვენ ხედავთ როგორ იზრდება თქვა როგორ იზრდებოდა წლების განმავლობაში იგივე თურქეთთან რუსეთის ვაჭრობის მოცულობა იგივე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობის მოცულობა რომლებიც პრაქტიკულად აი ამ რაღაც სანქცირებული საქონლის თავარი გამტარი გახდა რუსეთისთვის და ხედავთ რომ თქვა რაღაც დასავლეთს ძალიან დიდი წნეხის ფასად უწევს აი ამ ვაჭრობის შემცირება და შეკვეცა და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ბოლო 22-24 წლის განმავლობაში და 2025 წელს ვხედავთ კლების ტენდენციას თურქეთთანაც და საამიროებთანაც რუსეთის ვაჭრობის ვხედავთ 30%-იან ზრდას ეგვიპტესთან, ხო? ანუ რეგიონი არის ბევრად უფრო ტრანზაქციული, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს და მოსაუბნელია, რომ რუსეთს აქ კვლავ ექნება თავისი გავლენის სფერო, კვლავ ეყოლება ახლო პარტნიორები, რომლებთანაც ურთიერთობა იქნება მჭიდრო და იქნება შესაძლოა სიტუაციური და არასტრატეგიული, მაგრამ მაინც თქვა რუსეთს მიცემს მისთვის სასრულ შვებას იქნება ეს თქვა სანქციების გვერდისავლის კუთხით თუ თქვა რაღაც პოლიტიკური პრესტიჟის შენარჩუნების თვალსაჩინო, ხო? ანუ იქნება ეს მაღალი დონის ვიზიტები თუ ასე შემდეგ. ანუ აკა თუ შეიძლება კი. ერთ რაღაცას დავამატებ ყველაფერს შევახეთ ახლა რა თქმა უნდა რუსეთი არ ქლება კავკასიიდან განსაკუთრებით სომხეთში მომავალი წლის არჩევნები დიდწილად ბევრ რაღაცას გამოაჩენს და რომც მოიგოს პაშინიანმა მაინც რუსეთი არ გაქლება სომხეთიდან იმიტომ რომ ის სამხედრო ბაზა იქ იქნება და ბევრი სტრატეგიული ობიექტი რაც სომხეთის საკუთრებაშია და ენერგოდამოკიდებულება სომხეთის რუსეთს ალბათ დარჩება მაგრამ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაზე ერთი რაც გამომჩნდა და დასამატებელია ზრდის პერსპექტივა აქვს ორი მიმართულებით ამ ქვეყანას ერთი არის ეს შუა კორიდორის ინიციატივა, რომელიც არ ვიცით რამდენად განვითარდება, იმიტომ ეს ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა მას აზრობს საშუალებას კიდევ უფრო დიდი გამტარი გახდეს ცენტრალური აზიის და ჩინეთის ტვირთების ევროპისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და მეორე არის პირველად არის ამერიკის ხელისუფლებაში პრეზიდენტი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის პროსომხური და მას რამე სენტიმენტ, ანუ ჩვეულებრივი ნეიტრალური პერსონაა, რომელიც მის
რაციონალურად უყურებს და აი ეკონომიკური გადმოსახედიდან უყურებს, რა იქნება მისთვის სასარგებლო ამ ქვეყნებთან ურთიერთობებში და ის, რასაც ახლა აზერბაიჯანი აკეთებს, მაგალითად ღაზაში სამშვიდობოების გაგზავნის შეთავაზება, ყველაფერი ეს ხდება იმის გამო, რომ მოიპოვონ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა. რაც არის უმნიშვნელოვანესი, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვისმის, რომ ამ კაცს ახლა კავკასიაში საერთოდ არანაირი ინტერესი არ აქვს, რაც გამოუხედავს კავკასიისკენ, ხო და მაგალითად საქართველოს საკითხზე მას ერთი სიტყვა არ დაუძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია პრეზიდენტია, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხდება და არ დაგვაუწყდეს, რომ ამ შეთანხმებამ სომხეთ-აზერბაიჯანის მათ შორის მოიტანა ეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუხსნა ერთგვარი სამხედრო ემბარგო ჰქონდა ამერიკის მხრიდან აზერბაიჯანს დაწესებული, რომელიც მოხსნილია ახლა და დიდი საჭიროება არ აქვს აზერბაიჯანს, რომ იარაღი იყიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეს და პრინციპში ხდება აზერბაიჯანი მთავარი დასაყრდენი კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების და რა თქმა უნდა ამ პროცესში მას ძალიან დაეხმარებოდა ისრაელთან თავისი ახლო ურთიერთობაც. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ტრამპია პრეზიდენტი, მე დარწმუნებული ვარ თუ დემოკრატები დაბრუნდებიან ისევ პროსომხური პოლიტიკა გატარდება, მაგრამ შეიძლება დაძაბულოს ახლა ბევრს არაფერს დააკროს, მაგრამ შეიცვალოს, მაგრამ ეს რაც ეს პერიოდი არის შანსი, მოკლედ ეს წლები მათთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მიიღონ და კიდევ უფრო მეტად გაზარდონ მათი საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა მთელ რეგიონში. კი ბატონო, კი, ან პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაასრულსაც მივახვალ, ხო, ერთ-ერთი ის თქვაც მინდოდა, ანუ ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში და ზოგადად არასდროს თქვათ რაღაც ესეთ შავ-თეთრი არაა მოცემულობა, ხო, როცა ხედავთ დაძაბულობას რაღაც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არ ნიშნავს, რომ ისინი თქვათ რაღაცა ცხელი ომში გადავლენ და ხო, ეს დაძაბულობას, რასაც ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, იყო კონტროლირებული დაძაბულობა, ხო, როდესაც თქვათ ორივე მხარე მიყვებოდა რაღაც თამაშის დაუწერელ წესებს. და ამაზე მეტყველებს ის, რომ თქვათ აზერბაიჯანის და რუსეთის სავაჭრო მოცულობა ამ 2025 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, ხო, ანუ რეალობა ბევრად უფრო რთულია და ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ შეიძლება რომ ეს გსურდეს, ან ზოგადად შეიძლება რომ ჩანდეს. მადლობა გიორგი, ამაზე პრინციპში მგონია რომ შეგვიძლია დავასრულოთ. მადლობა ჩვენს მაყურებლებს, ვინც აქამდე გამოვყევით და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და თვალი გვადევნოთ რეგიონული განვითარებების შესახებ და არა მხოლოდ რეგიონული განვითარებების შესახებ, თვალი ადევნოთ ჩვენს რესურსებს ინტერნეტში, იქნება სოციალური ქსელები თუ ცალკეული პლატფორმები. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.